ლოცვა ქრისტიანული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. რამე თუ ქრისტიანობაში მთავარი ღმერთთან ურთიერთობაა. სწორედ ამიტომ უნდა ეკავოს ლოცვას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მოწმის ცხოვრებაში. და ესეთი გამონათქვამი არის. სატანა იცინის ჩვენ სიტყვებზე, დასცინის ჩვენ მძიმე შრომას, მაგრამ შიშისგან კანკალებს, როდესაც ვლოცულობთ. საინტერესოა რა? როცა ვლოცულობთ, ხედავთ რომ ჩვენი ძლიერი ადამიანობით კი არ ვიკვეხნით, ხედავთ რომ საჭიროება გვაქვს და ღმერთი გვჭირდება. ასე რომ როცა ვლოცულობ, მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი. როცა სისუსტეები გაქვს და პასუხები არ გაგაჩნია, მაშინ უნდა ილოცოს ზუსტად. ძალიან ბევრი ადამიანი გაორბის ხოლმე ლოცვას და ფიქრობენ რომ ღმერთი ეხლა მე არ მომისმენს და ასეც არ მიმიღე. პირიქით. როცა რაღაც გიჭირს, განსაკუთრებით მაშინ უნდა ილოცო, ოღონდ როცა კარგად გახდები, მე არ უნდა დაგავიწყდეს ღმერთთან ურთიერთობა. ეგ არის უბრალოდ. აქ არის ზუსტად მოტივი. ღმერთს იყენებ თუ ღმერთს გინდა გამოადგე რამეში. აი ზუსტად ეს არის განმასხვავებელი. ღმერთისაგან კი არ უნდა გაიქცე. პირიქით. ღმერთისაკენ უნდა გაიქცე ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროება გაქვს. იცი ყველაზე მეტად, ყველაზე ხმამაღლა, ჩემი შვილი როდის მეძახის? როცა წაიქცევ ან რაღაცა სიტკენს. ხვდებით? იმიტომ რომ იცის რომ მამა მივა და უშველის და დაეხმარება. ადამიანსაც ესეთი რამე უნდა სდევდეს თან. როცა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ უნდა ეძახდეს ღმერთს და ასევე ყოველდღიურობაში უნდა უხაროდეს ღმერთთან მისვლა. იმიტომ რომ მაშინ ეტყობა ურთიერთობას თუ ცოცხალია, როცა გამოყენებისკენ კი არ არის ის სწრაფული და გამომყენებელი კი არ არის ურთიერთობა, არამედ დაფასებაზე ორიენტირებული არის, პატივისცემაზე ორიენტირებული არის. რა შეგვიძლია გავუკეთოთ ღმერთს, რომ პატივი ვცეთ? რა შეგვიძლია გავუკეთოთ და გავაკეთოთ ღმერთისათვის, რომ დავაფასოთ ის? მე გეტყვით რა შეგიძლია გააკეთოთ. ეძებეთ ის და ყოველდღე ეცადეთ რომ მას დაუახლოვდეთ. ყველაზე მეტად გაახარებთ ამით ღმერთს, რომ თავისი ქმნილება დაიწყებს მისიებას და თავისი ქმნილება დაიწყებს მასთან დაახლოებას.